რამდენიმე კვირაში გველოდება წლის ყველაზე მოლოდინიანი ბრძოლა. ისლამ მაჰაჩევი დაუპირისპირდება ჯეკ დელა მადალენას. კითხვები უამრავია. ვინ გაიმარჯვებს? ვინ გახდება ორჯერ გახვეული ჩემპიონი? საბოლოოდ, მხოლოდ ისლამ მაჰაჩევი გახდება ახალი ქამრის მფლობელი. თუმცა აქ ვიხსენებთ ბელალსაც. რატომ? ამის გასარკვევად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და გამოიწერეთ არხი და ლაიკის დაჭერა. მალე ეს არხი გახდება მთავარი რესურსი ამ სპორტში. UFC-ს ღონისძიება შედგება ნოემბერში. ისლამ მაჰაჩევი ასწდება თავის წონას, რათა დაუპირისპირდეს ახალ ჩემპიონ ჯეკ დელა მადალენას. რუსი მებრძოლი აღიქმება როგორც აშკარა ფავორიტი და ჩვენ მთლიანად ვეთანხმებით ამას. მაგრამ ვინ არის ჯეკ სინამდვილეში? ის ძლიერი მებრძოლია, რომელიც გამოირჩევა მაღალი დონის დაცვით თეიქდაუნებისგან. სხეულის ზომებზე საუბარი საერთოდ არ არის სასარგებლო. მადალენა მხოლოდ 2 სანტიმეტრით მაღალია, მაშინ როცა ისლამ მაჰაჩევი ბევრად მძიმეა. მაჰაჩევი ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსალური მებრძოლია და ფაქტობრივად ლიგის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. ჯეკის გუნდი იყენებს სტრატეგიულ ხრიკებს, რათა აიცილოს მაჰაჩევის პასები, მაგრამ ისლამი სრულიად სხვა დონეა. თუმცა ერთი რამ ცხადია, ბრძოლა რთული იქნება. დიდი ალბათობით გამარჯვებული მაინც რუსი მებრძოლი გახდება. აქ იწყება კითხვები. შემდეგი ეტაპი რა იქნება? ამ მომენტისთვის უკვე არსებობს მსუბუქი წონის ჩემპიონი. ან ეს იქნება პურია, რომელიც სურს მასთან დაპირისპირება. ეს ბრძოლა ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მოლოდინიანი მოვლენაა. ნოემბრის ღონისძიების შედეგები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ აქ კონკრეტულად იმაზე არ შევჩერდებით. მოდით შევადგინოთ ჰიპოთეტური პროგნოზი წინა წონის კატეგორიაზე მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში. ნოემბერში მაჰაჩევი გაიმარჯვებს და გახდება ორჯერ გახვეული ჩემპიონი. შემდეგ ილია ტოპურია ასწდება წონას მესამე ქამრისთვის. თუ მაჰაჩევი გაიმარჯვებს, ვისთან მოუწევს დაცვის ბრძოლას შემდეგ? ჩვენი საყვარელი ბელალი არ სურს მასთან დაპირისპირება და უკვე აცხადებდა, რომ სურს საშუალო წონაში გადასვლა. შონ ბრაიდი ალბათ შავკატ რახმანოვთან შეხვდება. ჩვენ ვამჯობესებთ რახმანოვის გამარჯვებას და ასე გვექნება სურათი, რომ დაახლოებით მომდევნო წლის ბოლოს ისლამი კვლავ შეხვდება შავკატს. ეს იქნება მძლავრი, დრამატული ბრძოლა. მეორე პოლკაში განვიხილავთ მოვლენებს ორჯერ გახვეული ჩემპიონობის შემდეგ. ისლამ მაჰაჩევი სავარაუდოდ მოიპოვებს ორმაგ ქამარს და განახორციელებს 2 წარმატებული დაცვის ბრძოლას. თუმცა წინაშე დღეს კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟი, ჰამზატ ჭიმაევი, რომელიც ოცნებობს მეორე ქამრის მოგებაზე ნახევრად საშუალო წონაში. რეალურად მაჰაჩევისა და ჭიმაევის შორის დიდი ფიზიკური განსხვავებაა. ჰაბიბისა და მაჰაჩევის გუნდები არასდროს არ დაუშვებენ ამ ბრძოლის გამართვას. ფაქტობრივად ეს შეუძლებელია. რახმანოვთან ბრძოლაც შესაძლოა ვერ შედგეს, რადგან სარისკოა წაგება და ჭიმაევიც სავარაუდოდ ვერ გაივლის წონას. ასე რომ ეს ბრძოლები უფრო წინასწარ დაბლოკილი ოფციები არიან, ვიდრე რეალური სქემა. ახლა განვიხილოთ სცენარი, თუ ავსტრალიელი გაიმარჯვებს. მას უამრავი პერსპექტივა აქვს. ტოპურია შესაძლოა ბრძოლა გამართოს მაჰაჩევის წინააღმდეგ დიდ ფინანსურ პრიზზე, მაგრამ ჯეკის წინააღმდეგ ეს თითქმის შეუძლებელია, რადგან მადალენა ტოპურია ნახევრად საშუალო წონაშია, ორმაგად უფრო მაღალი კატეგორიით. ორივე მებრძოლი ამას იცნობს, ხოლო მადალენას მკვრითელმა საჯაროდ აღნიშნა ეს და ჩვენ ვეთანხმებით მის შეფასებას. თუ ისლამ მაჰაჩევი წააგებს, ის ვეღარ შეძლებს წონაში დაბრუნება ლეცვაიტში. მას უკვე გაიარა რთული წონების კორექცია წარსულში, ასე რომ მაჰაჩევი სავარაუდოდ გადაწყვეტს ბრძოლა ნახევრად საშუალო წონაში. მართალია, სხვა ჩემპიონები, მაგალითად პრაიმ უსმანი ან სენტ პიერი, აქ არ იქნებოდნენ მისი კონკურენტებად. ასე რომ ეს არის საუკეთესო გზა თავისი მემკვიდრეობის გასაზრდელად და მეორე ქამრის მოგებაზე. ისლამის შემდეგ მისი მომავალი ვარიანტები არის შონ ბრეიდი, შავკატ რახმანოვი, ბელალისთან რევანში, თუმცა ბელალისთან ტიტულური ბრძოლა ძალიან რთული იქნება. ჩვენ რა თქმა უნდა ვოცნებობთ, რომ კამარო უსმანმა დააბრუნოს ქამარი, ასევე აქცენტი კეთდება ახალ სუპერ პერსპექტივებზე. ახალ ჯონ ჯონსებზე ნახევრად საშუალო წონაში, მაგალითად მაიკლ მორალესზე. მადალენა შეუძლია ბრძოლა ყველასთან, მაგრამ სამართლიანად უნდა აღინიშნოს, ჯეკი არაერთხელ ვერ შეინარჩუნებს ქამარს და შესაძლოა მომავალში ჩავთვალოთ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ჩემპიონი ისტორიის მანძილზე.
მოусმინოთ სხვა მებრძოლებს ამ კატეგორიაში. ჰაიკიმ ბაკლი ძლიერია, მაგრამ მისი პერსპექტივები მხოლოდ პასირების რანგშია. კოლბი კოვინგტონი და გილბერტ ბიურნი ერთმანეთს შეხვდებიან, რაც იქნება მათი ბოლო შანსი, მათთვის ლებედინია პესნია. დანა ვაიტმა გადაწყვიტა დაარიგოს ბრძოლები ბელალისა და გერისათვის, ასევე რახმანოვისა და ბრეიდის შორის. თუ გერი გაიმარჯვოს ბელალის წინააღმდეგ, მის შეუძლია ყველა გადალახოს და დადგეს ტიტულური ბრძოლის გზაზე მაჰაჩევისა და მადალენას წინააღმდეგ. აქ იწყება კითხვები: რამდენი რაუნდი გაგრძელდება? თუ 3, გამარჯვებული იქნება გერი, ხოლო თუ 5, ფავორიტი ბელალი. საერთოდ, ყველა კონკურენციული ბრძოლა უნდა გაგრძელდეს 5 რაუნდამდე. მესამე პოლკში განვიხილავთ ნახევრად საშუალო წონის კატეგორიის სხვა საინტერესო მოთამაშეებს. კამარო უსმანისთვის იდეალური ბრძოლა არის ბელალის წინააღმდეგ, რადგან ნიგერიელს რეალური შანსი აქვს გაიმარჯვოს. ისინი ემარცხებიან ახალგაზრდა მგლებთან, რაც ამ კატეგორიას კიდევ უფრო ამძაფრებს. ჩვენ ვერ დავივიწყებთ ლეონ ედვარდსაც. ნოემბერში მას დაენიშნა ბრძოლა კარლოს პრატოსთან. გამარჯვების ალბათობა დამოკიდებულია მთლიანად ლეონის მენტალურ მყარობაზე. ლეონი უკვე ასაკოვანი მებრძოლია და მას აძლევენ ახალგაზრდა კონკურენტს, რათა სირთულეები შექმნას. მიუხედავად ამისა, ორი დამარცხება მომდევნო ციკლში რჩება, რაც ფაქტობრივად აყენებს მას გეიტკიფერის სტატუსზე. ახლა გადავხედოთ ყაზახ მებრძოლს. მას კვლავ მოუწევს 10 თვიანი პაუზა. ეს რეალური აქილესის ქუსლია. მომზადება დაბრუნების შემდეგ დაიწყება მხოლოდ 2026 წლის შუაში, ხოლო ფორმის აღდგენა მინიმუმ 7 თვე დასჭირდება. ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მას აუცილებლად მოუწევს ახალი ოპონენტის განადგურება, თუმცა ეს შეიძლება უკვე 2028 წელს მოხდეს, როდესაც მაჰაჩევი აღარ იქნება აქტიურ რეჟიმში. ფაქტობრივად, მათ გზები შესაძლოა აღარ გადაიკვეთოს. ამ დროისთვის ნახევრად საშუალო წონის კატეგორიაში აღარ იქნებიან მსხვილი ფიგურები, არც მუჰამადები, არც უსმანები, არც ედვარდსები. წამყვან პოზიციებზე დარჩებიან გარი მორალისი და მადალენა. ეს არის დაახლოებით კატეგორიის კონტური მომავალი 3 წლის განმავლობაში. შეჯამების დროა. მაჰაჩევი აქ დიდხანს ვერ დარჩება. აუცილებელია მეგაბრძოლის გამართვა ტოპურიასთან. მთელი ძველი გარუდი ნელ-ნელა ტოვებს ასპარესს. შავკატ რახმანოვს ტიტულური ბრძოლა 2-3 წლის შემდეგ ელოდება. ჭიმაევი ამ დროისთვის აქ აღარ იქნება, ხოლო ახალი ტიტანები გახდებიან გარი მორალისი და ჯეკ დელა მადალენა. მეოთხე პოლკში უფრო დეტალურად განვიხილავთ მომავალ გამოწვევებს და პერსპექტივებს ნახევრად საშუალო წონაში. ისლამ მაჰაჩევი ორჯერ გახვეული ჩემპიონი შესაძლოა მოახერხოს 2 დაცვა, მაგრამ მისი გუნდის სტრატეგია უკვე მუშაობს შორს მიმღამალი სცენარებით. ხამზად ჭიმაევი კვლავ აქტიურია, თუმცა ფიზიკური სხვაობა მასსა და მაჰაჩევს შორის ძალიან დიდია. ფაქტობრივად, ეს ბრძოლა არასოდეს შედგება, რადგან არც მაჰაჩევის და არც ჰაბიბის გუნდები ამას არ დაუხებენ. რახმანოვთან ბრძოლაც არისკოა, რადგან წაგების ალბათობა დიდია. ჭიმაევიც ვერ შეძლებს წონის გავლას, ამიტომ ეს სცენარი უფრო მოსალოდნელი არაბრძოლა ფლანგზეა. იმავდროულად, თუ ავსტრალიელი ტოპურია გაიმარჯვებს, მას უამრავი შესაძლებლობა ექნება. ის შესაძლოა დიდი ფინანსური პრიზზე ბრძოლა გამართოს მაჰაჩევის წინააღმდეგ. თუმცა ჯეკ დელა მადალენასთან დაპირისპირება პრაქტიკულად შეუძლებელია. მადალენა უკვე ტოპურია ნახევრად საშუალო წონაში, ორნაირად მაღალი კატეგორია. თუ ისლამი წააგებს, იგი ვეღარ დაბრუნდება ილტვეიტში, რადგან წონის კორექტირებები უკვე რთილი იყო. ამ შემთხვევაში მაჰაჩევი შეძლებს ბრძოლას ნახევრად საშუალო წონაში და კიდევ უფრო გაზრდის თავისი მემკვიდრეობის მნიშვნელობას მეორე კამრის მოპოვებით. ისლამის შემდეგ შესაძლო ოპონენტები არიან შონ ბრაიდი, შავკატ რახმანოვი, ბელალთან რევანში, თუმცა ბელალისთან ბრძოლა რთულია ტიტულის დაბრუნების თვალსაზრისით. ჩვენ ველოდებით, რომ კამარო უსმანმა შესაძლოა უკან დაუბრუნეს კამრი, ახალი სუპერ პერსპექტივები გამოჩნდებიან ნახევრად საშუალო წონაში, მათ შორის მაიკლ მორაინსი. მადალენას აქვს შესაძლებლობა ყველასთან ბრძოლისთვის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯეკი არაერთხანს ვერ შეინარჩუნებს კამარს და შესაძლოა ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ჩემპიონად ითვლებოდეს. სხვა მებრძოლებზეც უნდა ვისაუბროთ. ჰაიკინ ბოკლის ძლიერი მებრძოლია, მაგრამ მისი პერსპექტივა მხოლოდ პასირების რანგშია. კოლბი კოვინგტონი და გილბერტ ბიორნი ერთმანეთს შეხვდებიან, რაც იქნება მათი ბოლო შანსი. დანა ვაიტმა უკვე დაგეგმა ბრძოლები ბელალის და გერის შორის, რახმანოვის და ბრედის შორის. თუ გერი გაიმარჯვებს ბელალის წინააღმდეგ, მას შეუძლია ყველა კონკურენტი გაიაროს და დადგეს ტიტულური ბრძოლისთვის მაჰაჩევის ან მადალენას წინააღმდეგ. რაუნდების რაოდენობა ისევ ძალიან მნიშვნელოვანია. 3 რაუნდის შემთხვევაში გამარჯვებული იქნება გერი, 5 რაუნდის შემთხვევაში ფავორიტი ბელალი. მეხუთე პოლკაში ფოკუსდებით მთლიან სურათზე და მომავალი გამოწვევების შეჯამებაზე. ნახევრად საშუალო წონის კატეგორიაში ცვლილებები გარდაუვალია. ძველი გარორდი ნელ-ნელა იხსნება ასპარეზიდან, ახალი სახელები კი ასპარეზზე ჩნდება. ისლამ მაჰაჩევი ვერ დარჩება დიდხანს ამ პოზიციაზე. ამიტომ აუცილებელია მეგაბრძოლის გამართვა ტოპურიასთან. შავკატ რახმანოვი ტიტულურ ბრძოლაში 2-3 წლის შემდეგ მონაწილეობას მიიღებს, ხოლო ჰამზად ჭიმაევი ამ ეტაპისთვის აქ არ იქნება. ახალი ტიტანები, რომლებიც მოიცავენ წამყვან ადგილებს, გახდებიან გარი მორალისი და ჯეკ დელა მადალენა.
ეს მომავალი 3 წლის განმავლობაში განსაზღვრავს ნახევრად საშუალო წონის დინამიკას. Telegram არხზე ჩვენ უკვე შევადგინეთ სრული მიმოხილვა მომავალი მძიმე წონის კატეგორიაზე, სადაც დეტალურად არის ნახსენები ყველა შესაძლო ბრძოლა, პერსპექტივები და სტრატეგიები. რეკომენდებული არხზე შეხვედრა, გამოწერა და ვიდეოს მოწონება, რადგან მალე ახალი, კიდევ უფრო მასშტაბური ვიდეო გამოჩნდება. ზოგადი სურათი ასეთია. მაჰაჩევის სწრაფად მოიპოვებს ორმაგ ქამარს. განახორციელებს რამდენიმე დაცვას და შემდეგ ნელ-ნელა გადავა ახალ გამოწვევებზე. ასევე შესაძლებელი ოპონენტები მისთვის იქნება შონ ბრაიდი, შავკატ რახმანოვი და ბელალთან რევანში. ახალ ტიტანებს შორის არიან მაიკელ მორალისი, გარი მორალისი და ჯეკ დელა მადალენა, რომლებიც მომავალში განსაზღვრავენ დინამიკას ნახევრად საშუალო წონაში. ამ პროცესის დროს გამოკვეთილია რამდენიმე საინტერესო ფაქტორი: წონის კონტროლი, ასაკი, სტრატეგია და გუნდის გადაწყვეტილებები. კვეთრად ჩანს, რომ რუკა მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე შედგა და მაჰაჩევი ცდილობს არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ მემკვიდრეობის შექმნა. იგივე ეხება ტოპურიას, ჭიმაევს და სხვა წამყვან მებრძოლებს. ბრძოლები გასაოცარი იქნება დრამატურგიით, სტრატეგიით და სანახობრივ ეფექტით. მოკლედ, ნელ-ნელა ძველი გარურდი მიდის, ახალი მომავალი ტიტანები ჩნდებიან და ამ პროცესში მაჰაჩევის მემკვიდრეობა უკვე აღსანიშნავია. მოვლენები ნახევრად საშუალო წონაში 2026-2028 წლებში განსაზღვრავს მომავალი წლის მიმართულებებს. დარწმუნებული ვარ, მაყურებლები, ვინც აკვირდება UFC-ს, მიიღებენ მაქსიმალურ სანახაობას, სტრატეგიულ დრამატურგიას და მებრძოლების უნიკალურ უნარების დემონსტრაციას.